4 ოქტომბრის აქციის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც გაგრძელდება. ამჯერად 12 ბრალდებულის ხდომა მიმდინარეობს. მათ შორის 2 ქალია, ნანა სანდერი, რუსთავის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია, მარია მეყანწიშვილი კი ამ ჯგუფში ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც არასრულწლოვანი შვილის გამო არასაპატიმრო აღკვეთი ზომა აქვს შეფარდებული. 12 პირიდან ყველაზე მძიმე მუხლები სწორედ ქალ ბრალდებულებს აქვთ წაყენებული. ქართული ოცნების ხელისუფლება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებად ასახელებს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს დღეს პროკურატურა, ამის შესახებ ჩემი კოლეგა ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება, რომელიც სასამართლოდან ჩვენს ეთერს უერთდება. 4 ოქტომბრის საქმის მორიგი ჯგუფის განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღესაც ვიდეო მტკიცებულებებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოიკვლევენ წერილობით მტკიცებულებებს, რომელშიც დევს მაგალითად აბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები. ეს ექსპერტიზის დასკვნები არის პირთა ვინაობის ამოცნობის პროცედურა და შესაძლოა დღევანდელ ხდომაზევე გამოკითხონ ამ ექსპერტიზის შემდგენი ექსპერტები, რომლებმაც დააიდენტიფიცირეს ბრალდებულები და მიუთითეს მათი ვინაობა. არ გამორიცხავენ ადვოკატები, რომ დღეს ბრალდებამ წარადგინოს ეს ექსპერტების ხდომათა დარბაზში დასაკითხად, თუმცა წინასწარ ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება საქმეს, ადვოკატები ამბობენ, რომ მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტიც კი არ არის დაცული ამ საქმეში და ადამიანების გასამართლება ისეთი ვიდეო მტკიცებულებების საფუძველზე სურთ, სადაც ისინი უბრალოდ საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას და ვიდეო ჩანაწერები მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არ ასახავს რაიმე ძალადობრივ ქმედებას. სავარაუდოდ დღეს უკვე გამოვიყვეთ წერილობით მტკიცებულებებს. წერილობით მტკიცებულებებში ზუსტად ეს აბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, ასევე დაკავების ან ჩხრეკის უქმები, რომლებიც უწევს. სავარაუდოდ ამ წერილობით მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ და შესაძლოა მოისწროს კიდევაც აბიდოსკოპიური ექსპერტიზის შემდგენი ექსპერტების სასამართლოს წინაშე დაკითხვა. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ეს ექსპერტიზა ჩატარებულია. ექსპერტიზის დასკვნით მოხდა პირის იდენტიფიკაცია და ჩვენ არც უარყოფთ იმას, რომ ბატონი ჯანდრი იმყოფებოდა აქციაზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ეს ექსპერტიზა არაფერს არ გვაძლევს, გარდა იმისა, რომ აქციაზე იმყოფებოდა პიროვნება. რეალურად მტკიცებულებები, რაც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი, არის ძირითადად, რადგანაც საქმე გაერთიანებულია. აქედან გამომდინარე მტკიცებულებებიც ამიტომ არის ამდენი ამ მოცულობის. თუმცა რეალურად ინდივიდუალურად თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებების საკმარისობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ჩემი საზრით. შესაბამისად, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. დღეს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება. დღეს სავარაუდოდ გამოკვლეულ ბრალდების მხარე თავად განსაზღვრავს, რომელი მტკიცებულება იქნება გამოკვლეული, თუმცა სავარაუდოდ დღეს გამოკვლეული იქნება როგორც წერილობით მტკიცებულებები, აგრეთვე შეიძლება რომ დაიკითხონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს აბიდოსკოპიური ექსპერტიზა, თუ აგრეთვე ამ შემთხვევაში მოხდა ყოფის დაზიანების შეფასება არის საქმეში, საქმის მასალებში არის ყოფის დაზიანების ხარისხი, აგრეთვე ექსპერტიზა ტარდებოდა ამაზე და შესაძლოა ეს ექსპერტიზა დაიკითხოს დღეს. 4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 პირი არის დაკავებული, საქმე 5 ჯგუფად არის დაყოფილი. ამ 64 პირიდან კი მხოლოდ 4-ს აქვს გირაოს შეფარდებული. გოგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ამ ჯგუფს დაემატა კიდევ ერთი პირი, ევა შაშიაშვილი, რომელსაც აქამდე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეუცვალეს.